ჯანდაცვის სამინისტროსა და დაავადებათა კონტროლის ცენტრის ორგანიზებით გამოკვლევები მიმდინარეობს გურიაში. ადგილობრივებს შესაძლებლობა აქვთ უფასოდ გაიკეთონ სკრინინგი ინფექციურ დაავადებებზე, მათ შორის HIV ინფექციებზე, B და C ჰეპატიტებზე. ასევე მიმდინარეობს ონკოლოგიური პათოლოგიების, ძუძუსა და საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგი. მრავალპროფილური სკრინინგის პროცესს ოზურგეთის მუნიციპალიტეტში დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის მოადგილე დაესწრო. პატა იმნაძე ადგილზე ადგილობრივ ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად იმყოფებოდა. ეს აქციების სკრინინგის უკვე მთელი საქართველოს მასშტაბით მიმდინარეობს. ეხლა დღეს გურიაში დაიწყო, ცოტა ამით მარ შეგვიწყო ხელი, მაგრამ მიუხედავად ამისა ძალიან მიხარია, რომ ძალიან ბევრი ქალბატონები, მამაკაცები არიან მოსულები სკრინინგის ჩასატარებლად. და აქ თავარია, რომ ჩვენ მოსახლეობამ მიხარია, რომ გაიგო ის, რომ თუ რაიმე აღმოგვაჩნდება, ეს არ არის დღეს, ასე ვთქვათ, ისეთი პრობლემა, რომელიც ადრე იყო, ვთქვათ, იმიტომ რომ სიმსივნეები ძალიან თუ ადრე აღმოვაჩენთ, უკვე რჩება, კარგად რჩება თან ისე, რომ ადამიანები უბრუნდება თავიანთი ჯანმრთელობა და მიხარია, რომ ეს ხალხი აქ არის თავიანთ ჯანმრთელობაზე ზრუნავენ, რომ ადრეულად გაიგონ თუ რაიმე პრობლემა აქვს მათ და შესაბამისად ჯანმრთელობაც მათი გარანტირებული იქნება, რომ დაცულები იქნებიან. ამიტომ ძალიან მიხარია, როცა ამინდის მიუხედავად ამდენ ადამიანს ხედავთ, რომელიც ელოდება თავის სკრინინგს. ჩვენთან ორი დღე იყო გათვალისწინებული ქალაქში, მაგრამ ავიღეთ ერთ-ერთი სოფელი, აი ლაითური მაგალითად. ავიღეთ ჩოხატაურში ხიდისთავი, სადაც ირგვლივ არის მოსახლეობა, ირგვლივ არის დასახლებული პუნქტები და როდესაც არ მოდის ავადმყოფისა ავადმყოფი არა, პაციენტი ექიმთან, ჩვენ ექიმი უნდა მივიყვანოთ პაციენტთან და მე მგონი ეს გაამართლებს მომავალშიც და ამ წავალთ ამიმართლა. ახლა რაც შეეხება სკრინინგს. ეს არის ჯანმრთელი ადამიანების გამოკვლევა, რომ იცოდეთ. აქ არის ჯანმრთელი ადამიანები, რომლებიც ფაქტიურად რომლებსაც არ იციან თავის შესახებ ინფორმაცია არ აქვთ, მაგრამ თუ მაგალითად სტატისტიკურად ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია ამბობს, რომ ძუძუს კიბოს შემთხვევაში 98% კარგად წავა, თუ რაიმე პრობლემა დარჩა ქსოვილებში და რაც შეეხება საშვილოსნოს კიბოში, აქ უკვე 100%-ზე არის საუბარი. ამიტომ მე მოუწოდებ თქვენი ტელევიზიით მოსახლეობას, რომ გამოიყენონ ეს და დაეზარება. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ორგანიზებით და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის მხარდაჭერით ოზურგეთის მუნიციპალიტეტში ხორციელდება სკრინინგ აქცია, რასთან დაკავშირებითაც ჩამოსულია სხვადასხვა პროფილის მქონე მედიკოსები და ასევე მამობილი, რის შესახებადაც წინასწარ მიეწოდა ინფორმაცია, როგორც ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ქალაქის ტერიტორიაზე მცხოვრებ ჩვენს მოქალაქეებს, ასევე ადმინისტრაციულ ერთეულებში მცხოვრებ მოქალაქეებს, რაშიც აქტიურად იყო ჩართული მერის წარმომადგენლები. მიუხედავად ამინდის აქტიურობა არის საკმაოდ მაღალი და მივესალმებით მსგავსი ტიპის აქციების ჩატარება ჩვენს მუნიციპალიტეტში, რისთვისაც მადლობას გადავუხდით ყველა იმ პირს, რომელიც დღევანდელ აქციაში არის ჩართული და ვფიქრობთ, რომ მსგავსი აქციები ჩვენი მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვას შეუწყობს ხელს.